მოგესალმებით ჩემო ჯგუფასო მსმენელებო და მაყურებლებო, მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ თემა, ძალიან საინტერესო თემა მე ასე ვთქვი, იმიტომ რომ ეს ეხება არა მხოლოდ ერთ რეგიონს, ეს ეხება მთელ დედამიწას. რადგან ამის ნაშთი, ამ რაც ეხება დღევანდელ თემას ტარტარიას, ნაშთი არის საქართველოშიც დარჩენილი. ის თეთრი კოლონები ბათუმში რომ არის, ის არ არის კომუნისტების დროს აშენებული. ის თეთრი შენობები, რომელიც ნახევრად მიწაშია ჩამალული, აგრეთვე ფოთში არის საათი, ძველთა ძველი აშენებული თეთრი საათის კოშკი. ხო, მე რატომღაც იმ დროს ძალიან პატარა დონეზე მომეჩვენა მაგი აშენებული, ძალიან პატარა კოშკი, ივსთან დაკავშირებით კი გამეკოდა მაშინ, მაგრამ მე მგონი ისიც ახლა ჩვენ რომ გამოვიდიო, ჩვენ ხომ საქართველოში არავინ არ ატარებს გამოკვლევებს, არქეოლოგიურ გათხრებს, არავინ შეუსწავლია მაღალმთიანი რაიონების ასე ვთქვათ არტეფაქტები, თუნდაც რა განლაგებული, მაგალითად იმავე სვანეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში. და მე მიხარია რომ დოკუმენტური ფილმებს იღებენ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. მიხარია რომ ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე, ქართულ ვიდეოში აღმოაჩინეს ციკლოპური ნასახლარი და ასეთი თემები მე მგონი ბევრია გადასაღები. არ არის ქართულ მოსახლეობას არ აქვს იმ დონის, იმ რაოდენობის ინფორმაცია თავისივე ტერიტორიაზე განლაგებულ ძეგლებზე. ბევრი არის დღემდე გაურკვეველი. იგივე არის კარგი თემები კავკასიასთან დაკავშირებით, თუ სტალინის დროს რა საიდუმლო პროგრამები ხდებოდა, რა საიდუმლო პროგრამებს იდეებდნენ, მერე ამას აბეტონებდნენ პირდაპირ გაგებით. და ამ თემებზე გადათარგმნას თავს ვიკავებ ხოლმე და ეს ტარტარია ამდიხანია მივიდა ტარტარიასი მოგიყვეთ. მაგრამ აქაც თავს ვიკავეთ, ძალიან დიდი დრო გავიდა, სანამ მე გადავწყვიტე დამეწყო ამ თემაზე ვიდეოების გადათარგმნა. და დღეს მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ ტარტარიაზე თემა, თავარი ეს საერთო ზოგადად თემა, მაგრამ ამას იქნება თქვენ თემა მოჭვილი მთების საიდუმლო, რომელი ორგანო ამოუჭრეს ყველა ხალხს 1850 წელს. ხო, ეს ვიდეო იყო ატვირთული რუსულენოვანი 26 წლის 4 მაისს. და ეს არხი, რომლისგანაც მე გადავთარგმნე, ეს თემა ეკუთვნის რახაევ ადილხანს. ხო, ამ არხის ბლოგერია ადილხან რახაევი, მაგრამ ამ თემაზე ბევრი არხი შეძლობს საუბროს, მაგრამ მე რომელიც ჩემ გულთან უფრო ახლოსაა, იგივე გამოთქვა, რეზონირებს ასე ვთქვათ, მათ რომ არ განვეორდე, უფრო ერთ არხს ვეტანები, ერთ ორ არხს. მაშინ დავიწყოთ. თემა იქნება ამ თემის, ტარტარიის თემის მოჭრილი მთების საიდუმლო. სანქტ-პეტერბურგის ძველ სამედიცინო არქივებში აკადემიკოს ლებედევის ქუჩაზე მწვერიან საქახალდოში ნიშნული შიდა მომარაგებისთვის ინახება ანგარიში სამხედრო ქირურგისა 1952 წლისა. აქ მე კიდევ გეტყვით, რომ ასოები დაწერილი მაქვს უჯრედის ვეულში, უჯრედულ ვეულში უბრალოდ და ყოველ უჯრედში მაქვს ჩაწერილი თან ზოგი შემოკლებით და ამიტომ დიდ ბოდიშს გიხდით, რომ რამე არ გამომრჩეს. თქვენ ჩემ წაკითხვის სტილს ნუ უყურებთ და ნუ გაგაღიზიანებთ. მე საერთოდ ქართულად მას ვკითხულობ.
კარგი, მოდით გავაგრძელოთ. და ამ დოკუმენტში, ამ ანგარიშში წერია, აღწერა უცნაური ოპერაციისა. ქირურგი აცხადებს, რომ რეკრუტებს, რომლებიც მოდიოდნენ შორეული გუბერნიებიდან, ყოფილი უდიდესი ტარტარიიდან აღენიშნებოდათ უცნაური ანატომიური განხრა, წანაზარდები. მეშვიდე კისრის მალას რაიონში და ეგრეთ წოდებული ლაფატკების რაიონში. ანუ ეგრეთ წოდებულ ბეჭების რაიონში. ქართულად ლაფატკა არის ლაპატკა უბრალოდ რუსულად წარმოიქმნის როგორც ლაპატკა. ორგანო, ანუ ეს ჩვენი ბეჭი, ძვალი, ბეჭის ძვალი. ხო, ანუ ქონდა წანაზარდები მეშვიდე კისრის მალას რაიონში და ბეჭების შორის. ხო, მეშვიდე მალა ბეჭებს შორის. და ახალგაზრდა ხალხს აღნიშნებოდათ მკრივი წამონაზარდი, რომელიც მოგახსენებდა, ანუ წამონაზარდიო, რომელიც მოგახსენებდაო დამატებითი კვანძოვანი ხტილის მაპატიეთ, დამატებითი კვანძოვანი ხტილის ჩანასახს. მასთან მიდიოდნენ ძლავრი ნერვული დაბოლოებები, რომლებიც არ არის აღწერილი მაგ დროს საგნებში. ოფიციალური მედიცინა უწოდებდა ამას ატავიზმს ან წყინეულ ნაზარდს, მაგრამ ქირურგია ამჩნევს უკანასკნელ დეტალს. ამ კვანძის ამოჭრის შემდეგ ძლიერი გამძლე ახალგაზრდები უცებ კარგავდნენ ინტერესს სიცოცხლის მიმართ. მათი თვალები ხდებოდა უსიცოცხლო. არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალა კი ქრებოდა ერთ კვირაში. ისინი ხდებოდნენ დამჯერები, უსუსურები და მართვადები. ზუსტად ეს დოკუმენტი ხდება პირველი დეტალი მოზაიკისა ფარული ისტორიისა, რომელსაც მივყავართ 1850-იანი წლისაკენ თარიღისაკენ, რომელმაც კაცობრიობა სამუდამოდ შეცვალა. თუ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ანტიკურ ძეგლებს ერმიტაჟში ან ლუვრში, ჩვენ შევამჩნევთ უცნაურ რაღაცას. მაგ დროის მოქანდაკეები სიზუსტით გადმოსცემდნენ ყოველ ვენას, ყოველ ყუნწს და მყესებს. მაგრამ დააკვირდით ამ ატლანტების და გმირების ზურგებს. ბეჭის რაიონში ყუნთები ისე არის გამოყვანილი, თითქოს ისინი იყვნენ წარმოდგენილი უფრო მძიმე კონსტრუქციის სამართავად, ვიდრე უბრალო ადამიანური ხელები. ეს მხოლოდ სამხატვრო მეთოდი არ არის. ძველი არქიტექტურის მკვლევარები ამჩნევენ, რომ შენობებში, რომლებიც გაშენებულია მე-19 საუკუნის შუამდე, ჭერის სიმაღლე ჩვეულებრივ საცხოვრისებში ხშირად აჭარბებს 4-5 მეტრს. ქუჩაზე დიდ სიმაღლეზე პეტერბურგში ან ილინკაზე მოსკოვში არის სახლები, რომლებიც კარის სახელურები განლაგებულია თანამედროვე მამაკაცის მკერდის ზონეზე,
ოფიციალური ისტორიკოსები ამბობენ, რომ მასზე აკეთებდნენ შტაბ-შტილებისათვის, ანუ მასზე აშენებდნენო შტაბ-შტილებისათვის და ამზადებდნენო მაგისის, მაგრამ რისთვის არის საჭირო ხარჯი კოლოსალური რესურსებისა ამ რაოდენობით მკაცრ კლიმატში. პასუხმა შეიძლება შეგაჩინოთ. 1850 წლამდე ადამიანები იყვნენ სხვანაირები და მათი სხეულები ფლობდნენ ფუნქციებს, რომლებიც დღეს მოგეჩვენებათ მაგიათ. არსებობს დავიწყებული დეტალები, რომელიც შეიძლება შეხვდეს ტარტარიის ძველ რუკებზე, რომლებიც ინახება ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში. ამ რუკების ველებზე ხშირად არიან გამოსახული ადამიანები არაჩვეულებრივი პროპორციებით სხეულებისა, მათ უფრო გრძელი თითები აქვთ, მკერდის სხვაგვაროვანი სტრუქტურა აქვთ, ბევრ გრავიურებზე მაგდრო ისა ხალხის ზურგის უკან გამოსახულია სუბუქი ნახევრად გამჭვირვალე შლეფი ან ნათება, რომელიც გამოდის იმ წერტილიდან ბეჭებს შორის, რომელსაც წერდა სამხედრო ქირურგი. ამ ნათებას უწოდებდნენ ეფირულ ფრთებს. ეს არის ფრთები, ეს არისო ფრთები ბუმბულისგან. ანუ მე რომ სათაური, ქვესათაური გითხარით თქვენ ფრთების საიდუმლო, ეს არისო პირდაპირ გაგებით ფიზიკური ფრთების საიდუმლო, ეს იყო ეფირული ფრთები. ამას უწოდებდნენ ეფირულ ფრთებს. და ეს ეფირული ფრთები არ შედგებოდა ბუმბულისაგან, როგორც აქვთ მაგალითად ფიზიკურ ფრინველებს, არა, ეს იყო ორგანო, რომელიც ატმოსფეროდან ეს ორგანო, ამ ორგანოს დახმარებით ადამიანი ატმოსფეროსთან შედიოდა კავშირში და შედიოდა კავშირში ელექტროდელთან, რომელიც იყო ატმოსფეროში. მე-19 საუკუნის შუაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება უცნაური მოვლენების სერია. ხანძარი ლონდონში, ნიუ-იორკში, მასშტაბური რეკონსტრუქცია პარიზში, ბარონი ოსმანით, როდესაც მთელი კვარტალები შენობებისა ინგრეოდა ფუნდამენტამდე. ოფიციალურად ეს იყო სანიტარული წმენდა, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ძველი ცივილიზაციის განწმენდა ნაჩვენებისაგან, რომელიც მოაგონებდა მათ ტარტარიას ხალხი ამ ორგანოს, რომელიც ანათებდა, იყენებდნენ ეფირის მისაღებად და ძველი შენობები ასრულებდნენ ინსტრუმენტის როლს, რომლის მეშვეობით იღებდნენ ამ ეფირს. ლონდონში ტარდება პირველი გამოფენა ბროლის სასახლეში. წინა ვიდეოში მე ვცლად მომყევი ამის შესახებ, ორი ვიდეო დაგიდეთ მე იქა გონი ტარტარიაზე და ეს გამოფენა ვახსენე დეტალურად იქა ვცლად, ამიტომ არ განმეორდები დრო რომ არ წაიღოს. ამ გამოფენის შემდეგ გადაწყდა ადამიანები მieყვანათ ერთ სტანდარტამდე ქრება დასახელებები. ამ კვანძოვან ხტილზე, უბრალოდ მაპატიეთ, ხტილოვან კვანძზე. ხო, ესე იგი საერთოდ გაქრა დასახელება ამ ხტილოვან კვანძზე.
აპატიეთ მე ამას ცოტა რთული მოსანელებელია ეს ყველაფერი. მე ამის გარდა კიდევ ორი ვიდეო მოვამზადე ტარტარიასზე, სხვადასხვა თემებზე. იცით რა? მე ამას რო ვწერდი, მე იძულებული ვიყავი ხშირი შეცდომები გამეკეთებია. იმიტომ რომ ბრასი მერეოდა თუ რა ცივილიზაცია გაანადგურეს. რა თავისუფალი ხალხი გაანადგურეს და მე ხვდებოდი ცუდად. სიბრაზისაგან რა, თუმცა რა აწიავს რომ მე გაბრაზდე ახლა და დავიწყო ჩხუბი დაუშვად იმათ ვაგინო ვინც ეს გააკეთეს, აზრი არ აქვს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძიმე იყო ამის ყველაფერს მონელება. თან მე ამას როდესაც თარგმნი, მე ამას ყველაფერს ვითავისებ. წარმოიდგინეთ იმპერიებში ცხოვრება, როდესაც შენ ხერხემლის რაიონში მაგ დროს მთელ ევროპაში და რუსეთში ხო, ესე იგი, ახლა მერია ქრება დასახელებები ხრტილოვან კვანძზე, რომელიც მდებარეობდა ხერხემლის რაიონში, მეშვიდე კისრის მალასთან. მაგ დროს მთელ ევროპაში და რუსეთში იწყება მასშტაბური ვაქცინაცია ოსპისაგან, მაგრამ თუ ჩვენ ჩავიხედათ მაგ დროის გაზეთებში, მაგალითად ჩრდილო ფუტკრის გამოშვებაში ჩვენ ნახავთ უცნაურ ჩივილებს. ხალხი წერდა, რომ ნევსების შემდეგ ისინი კარგავდნენ შეგრძნებას ჭექა ქუხილის მოახლოებისა, ანუ სანამ ხალხი გადაჯიშდებოდა, ისინი გრძნობდნენ ჭექა ქუხილის მოახლოებას და უკვე არ შეეძლოთ მუშაობა 18 საათი დღე-ღამეში დახრულობის გარეშე. ანუ ადრე, როდესაც ხალხი იკვებებოდა ეფირით, სანამ ეფირის მიღების ინსტრუმენტებს დაუნგრევდნენ ხალხს, ხალხი მუშაობდა 18 საათი დასვენების გარეშე. ეს დამთხევა მოგეჩვენება ძალიან ზუსტი, ამ განსაზღვრული ორგანოს ბლოკიროვკა ადამიანის სხეულში, რომელიც იყო დაკავშირებული ეფირთან, უფასო ენერგიასთან, რომლითაც სარგებლობდა ტარტარია. დააკვირდით ძველ ფოტოებს პერერები ხო, დააკვირდითო ძველ ფოტოებს პირე რეისა და პეტერბურგის, ხო, მაპატიეთ, ვერ გავარკვი უცებ. დააკვირდითო ძველ ფოტოებს პეტერბურგის და მოსკოვისა 1864 წლისაო. მათზე თითქმის არ არის ხალხი, ქუჩები ცარიელია, თუმცა ქალაქები იყო მილიონიანი. ქალაქში მასიურად იწყება სავანტყოფების და თავშესაფრების მშენებლობა. უზარმაზარი სარდაფებით და მაგარი გისოსებით ფანჯრებზე. სავანტყოფებს რა თუნდათ გისოსები, თუ იქ კურნავდნენ ავანტყოფებს. შესაძლებელია, რომ იქ ტარდებოდა ის ოპერაციები, ანატომიის კორექციას რომ უწოდებენ. იმისთვის რომ ახალ თაობას ვერ შეძლოდა ფრენა. მართლა პირდაპირ გაგებით ფრენა. ის ეფირული ფრები, რომელიც ანათებდა კისრიდან, მათ აწევდა სენსუბუქის საშუალებას. და ეს ოპერაციები აგრეთვე ხელს უშლიდა ხალხს ებრძნოთ მიწის ენერგია. საინტერესოა, რომ ზუსტად ამ პერიოდში 1850 წლიდან მოხმარებიდან გამოდის სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ ადამიანის წვრილ შეგრძნებებს. რუსულ ენაში ქრება ათასობით ტერმინები, რომლებიც ნიშნავდა შიდა მდგომარეობის
და ბუნებასთან ურთიერთობის მდგომარეობას. ანუ ნიშნავდა ტერმინები გაქრაო, რომელიც ნიშნულობას იმ ნიშნულობისა, რომელიც გამოხატავდაო შიდა მდგომარეობას და რომელიც გამოხატავდაო ბუნებასთან ურთიერთობას. ეს ტერმინები გაქრა, ამოვიდა ხმარებიდან. ამ დროსაც მთელი მსოფლიო მასშტაბით დაიწყო პირველი სართულების ჩამარხვა. ნახეთ წინა ვიდეო. იქ მიწერია მე ჩამარხვაზე ცვლად მაქვს მოყოლილი. თქვენ ნებისმიერი ძველი ქალაქის ცენტრში გახვალთ და ნებისმიერი ძველი ქალაქის ცენტრში რომელი ქალაქის არ უნდა აიღოთ თუმცა ქუჩა, თუმცა აი ქუთაისიც კი რომ ავიღო, თბილისი. ბევრია ისეთი ადგილები, სადაც ჩამარხულია პირველი სართულები, მეორე სართულები, ფანჯრები ტროტუარამდეა ჩასული. თქვენ ნახავთ ფანჯრებს ჩასულს მიწაში. ოფიციალური ვერსია კულტურულ ფენაზე ვერ უძლებს კრიტიკას. ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კულტურული ფენა არისო. ეს არის სისულელე. კაზანში ბაუმანის ქუჩაზე გათხრებისას აღმოჩენილია, რომ დაფარული სართულებს აქვთ სრულყოფილი შესასვლელი კარები და გალამაზებული ფასადები. რისთვის იყო საჭირო კარების დაყენება მიწაში, სინამდვილეში ეს სახლები იყო ერთიანი სისტემის ნაწილი ენერგიის შეგროვებისა და როდესაც გრძნობების ორგანოები ხაზზე იყო მოჭრილი ბიოლოგიურ დონეზე, თვით არქიტექტურა და თვით სამყარო გახდა უაზრო ამ ხალხისთვის საშიშიც კი გახდა. რუსეთის იმპერიის შიდა საქმების სამინისტროში იყო დოკუმენტი 1858 წლით დათარიღებული, არის საიდუმლო ცირკულარი ბოდიალობაზე, მოხეტიალობაზე. ეს იყო აღნიშნული, იქ იყო აღნიშნული, რომ დაეკავებინათ ყველა ვინც საუბრობდა ძველ დროზე და ფლობდნენ არაჩვეულებრივი უცნაური ფიზიკური უნარებით. დაკავებულები მიყავდათ სპეციალურ დახურულ დასახლებებში, რომლის კვალი იკარგება ციმბირში. ამ დროსაც რუკებზე ქრება თვით სახელწოდება ტარტარია და ენაცვლება სახელწოდებით რუსეთს. ჩინეთი, მონღოლეთი ქვეყნის დასახელების წაშლა მოდიოდა პარალელურად დნმ-ის მეხსიერების წაშლასთან ერთად. დააკვირდით, მე თქვენ განახეთ მთლიანი ფოტო, სადაც განახეთ მე რომ მოგიძებნით სრულ ფოტოს. ეს ინტერნეტი და მას გადმოსაკაჩი. თქვენ მე რომ განახეთ ის რუკა უკვე დაშლობის პერიოდში იყო ტარტარია. ინდოეთი გამოიყო, ჩინეთი გამოიყო, ხო და მე აგრეთვე ვეძებ ძიებას კიდევ ჩავატარებ და საქართველოში კიდევ აი მტკიცებულებების სახით მე რომ თქვენ, თუმცა სოხუმი რომ ავიღოთ, სოხუმი ვარსკვლავური ციხესიმაგრეს ნამტვრევები ნახეს აფხაზეთის თავში შემოსასვლელთან. არ მახსოვს ადგილი. სადაც ადრე იყო, როდესაც აფხაზები არ ცხოვრობდა ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ციხესიმაგრე კედელი ქონდა გაშენებული, არ მახსოვს ახლა ზუსტად ის ტერიტორია. იქ ეს ვარსკვლავური ნანგრევები ახალსაც შემორჩენილი, თეთრი. აი მოიძებნიათ თქვენ თვითონაც. ხომ გაინტერესებთ ამ ტარტარიის ნარჩენები თუ არის საქართველოში? იქნება რა საკვირველია, ამას არ უნდა ლაპარაკი. ეს იყო ერთი სისტემა. შემდეგ ეკატერინე ებრძოდა ძალიან ტარტარიის ხალხს, მოსახლეობას ძალიან იბრძოდნენ. და იცით რა, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს თუ რამე მართლა აღმოჩნდა საქართველოში. მე ხა ამის მტკიცებულებები არ მაქვს, მე უბრალოდ ვარაუდით გესაუბრებით.
მაგრამ სხვათა შორის ძალიან საინტერესო თემაა. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. თუ მივეჩვიეთ იმ ასლს, რომ ქვემ ხრივი, ანუ მე ხლა შევედი ინტერნეტში და პატლაპატკი ინტერნეტმა ქართულად მომაწოდა როგორც სიტყვა, გადამითარგმნა როგორც ქვემ ხრივი, თუ ლაპატკა არის ბეჭი, პატლაპატკა ქვევქრივი, განა ქვევქრივია, ხო კარგი ალბათ, მეტი სხვა თარგმანი მე ვერ ვიშოვე. და თუ ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ქვემ ხრივი, ანუ პატლაპატკა არის უბრალოდ ძვლები, ხელების ძვლების დასამაგრებლად, მაგრამ თუ თქვენ შეეცდებით გააკეთოთ სპეციალური ვარჯიშები, გაჭიმვა მაგალითად, თქვენ იგრძნობთ უცნაურ წვას იმ წერტილში, სადაც ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ ორგანო ეფირთან დასაკავშირებელი. ანუ ესე იგი ბეჭებს შორის შუაში, სადაც მეშვიდე კისრის მალაა გამაგებული, იქა იგრძნობთო წვას, თუ თქვენ გაჭიმვები გააკეთეთო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ლეგენდები ფრთიან ადამიანებზე, რომლებსაც გააჩნიათ უნარი გადაადგილდებოდნენ ხაერში ტექნიკური საშუალებების გარეშე. ზღაპრები ფრინავ ნოხებზე და ჩექმებზე ყველგან მიმავალზე არ არის ფანტაზია, არამედ არის გამრუდება ტარტარიაზე მეხსიერების. ხო, ზღაპრებად აქციეს 1850-იან წლამდე ადამიანი არ იყო მიწის მონა, მაგრამ რაღაც მოხდა, რაღაც ისეთი მასშტაბური, რამაც მოითხოვა ქირურგიული ჩარევა თვით ადამიანის ბუნებაში. 1950 წლის დასაწყისში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა უცნაური სიკვდილი სტალღა მეცნიერ ანატომებს შორის. ერთ წელიწადში სხვადასხვა ქვეყნებში გარდაიცვალნენ ისინი, რომლებიც ადგენდნენ ნერვიული სისტემის ატლასებს, ანუ ხატავდნენ ატლასებს. მათი ნამუშევრები იყო ჩამორთმეული და გადაწერილი, მაგრამ 1994 წელს ლონდონის ძველი ჰოსპიტალის რეკონსტრუქციის დროს ორმა კედლის მიღმა იპოვეს 5 სამედიცინო ჩანახატებით. მათზე იყო გამოხატული ნერვული სისტემა, რომელსაც ჰქონდა კიდევ ერთი დამატებითი კვანძი გულის არეში, რომელიც იყო შეერთებული ხერხემალს უცნაური ნერვული ქსოვილით. ამ ნახატზე იყო მონიშნული თარიღი, მაისი 1855 წლისა. ეს ქსოვილი იყო დარქმეული არიხალკის დაფი, ანუ ამ ქსოვილს დაარქვეს არიხალკის დაფი, ის ადამიანს აძლევდა საშუალებას ქონოდა პირდაპირ გავლენა გრავიტაციაზე. ამ არიხალკის დაფს ქონდა გავლენა გრავიტაციაზე. კაცობრიობას წაართვეს არა მხოლოდ ორგანო, არამედ აღთქმის მთელი განზომილება. ჩვენი სხეულები დამძიმდა, მოხდა დამიწება, ჩვენ გახდით მოკვდავები იმ გაგებით, რომ ტარტარიაში ცხოვრობდნენ 300 წელი, ჩვენ კი ძალიან დაგვიმოკლეს სიცოცხლე, მაგრამ რატომ იყო ეს გაკეთებული მე-19 საუკუნის შუაში? რატომ მაინდამაინც მაშინ უნდა გამქრალიყო ტარტარია რუკებიდან და ჩვენი ფიზიოლოგიიდან? პასუხი იმალება უცნაურ ნივთიერებაში, რომელსაც მასიურად პოულობენ ნიადაგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1850 წლის შემდეგ წითელი თიხის ფენა, რომელმაც დაფარა ქალაქები დაესფენა, როგორღა დაკავშირებულია იმასთან, რომ ზუსტად ამ დროს ხალხმა მიატოვა ცაში ყურება. წითელი თიხის ფენა, რომელსაც პოულობენ არქეოლოგები და მშენებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მას აქვს ერთი უცნაური თვისება.
ის აბსოლუტურად ერთგვაროვანია. თუ თქვენ ამოთხრით მიწას სამარის ცენტრში 3 მეტრის სიღრმეში ან გამოიკვლეთ ფუნდამენტ სახლებისა ლონდონის ერთ-ერთი მოედანზე თქვენ ნახავთ ერთ და იგივე შემადგენლობას და თქვენ ნახავთ ერთ და იგივე შემადგენლობას წვრილმარცვლოვანი გრუნტისა მასში არ არის ქვები არ არის მცენარეების ფესვები და არ არის ადამიანის ცხოვრების კვალი ეს გამოიყურება ისე თითქოს ქალაქებზე დაიშვა ბევრი ნალექი და მაინდა-მაინც მე-19 საუკუნეში ოფიციალური ისტორია ამბობს მთავარ გრუნტზე და ტალაღზე გზებიდან მოტანილზე მაგრამ როგორ შეეძლო გზის მწვერს ხაერში აფრენილიყო და მეორე სართულის დონეზე მთელი სოფლიოს მასშტაბით და ჩაემარხა ქვედასართულები 2012 წელს ოლენბურგის გათხრისას კვლევარებმა აღმოაჩინეს რომ ამ თიხის ფენის ქვეშ საგნებმა შეინარჩუნეს თავისი პირველი სახე იქ იპოვეს სპილენძის ჭურჭელი და ინსტრუმენტები რომლებსაც არ ქონდა კვალი თანდათანობითი დაბელებისა ანუ გაცვეთის კვალი არ ქონდა ინსტრუმენტებს და ჭურჭელს ეს მოხდა წამიერად უცებ და ზუსტად ამ მომენტში როდესაც სამყარო იყო თიხით დაფარული ადამიანის ბიოლოგიიდან გაქრა არიხალკის ძაფი კიდევ შეგახსენეთ რომ არიხალკის ძაფი იყო დაკავშირებული გრავიტაციასთან რომელიც ჩვენ გვაძლევდა საშუალებას ეს არიხალკის ძაფი აძლევდა საშუალებას ადამიანებს ეგრძნო ეფირი 1858 წელს მთელ ევროპაში მოხდა ან ხდებოდა უცნაური აჯანყებები რომელსაც ისტორიკოსები უწოდებდნენ ტყის ხალხს თუ შეისწავლით იმ წლების დოკუმენტებს მაგალითად ჟანდარმერიის ანგარიშებს ავსტრო-უნგრეთში იქ ნახსენებია არა პოლიტიკური ლოზუნგები არამედ დეზორიენტაციის მასიური შემთხვევები ჯარისკაცები და მოსახლეობა ჭიოდნენ ყურში ხმაურს და წონასწორობის დაკარგვას ეს იყო უკუნჩვევა ატმოსფერული წნევის ცვლილებისა ან თვით ხაერის შემადგენლობის შეცვლა 1850 წლამდე ჟანგბადის შემცირება ატმოსფეროში შეიძლება ყოფილიყო უფრო მეტი, რასაც ამტკიცებს ქარვას გახვევებული ქარვას გამოკვლევები, რომელიც შეიცავდა ხარის ბუშტულებს მაგდაგვარად გარემოში ადამიანის სხეული მუშაობდა სხვაგვარად გულის ცემა ნაკლებად იყო ფრთების ორგანო კი ბეჭდებს შორის რაიონში ემსახურებოდა ანტენის მაგვარ ორგანოთ ადამიანებს სტატიკური ელექტროდენის მისაღებად როდესაც ატმოსფეროს შემადგენლობა შეიცვალა ეს ორგანო გახდა უარგისი და დაიწყო ატროფირება და იწვევდა საშინელ ტკივილებს ზუსტად მაშინ მედიცინა გადავიდა ბალახებით კურნალობიდან უბრალოდ ზუსტად მაშინ მედიცინა გადავიდა ბალახებზე
ბანახეთ კურნალობაზე მაპატიეთ ახლა ამებნარ ხლად მაპატიეთ ზუსტად მაშინ მედიცინა გადავიდა ბალახებით კურნალობიდან და ენერგიით კურნალობიდან ქირურგიით კურნალობაზე სასწრაფოდ უნდა ამოიჭრათ ის ორგანო რომელიც გახდა ბალასტი ანუ უკვე გახდა რუდიმენტი არ იყო საჭირო ვერ გამოიყენებდა ადამიანი მიაქციეთ ყურადღება რომ მაგ დროის ფეხსაცმლები მე-19 საუკუნის შუაში პრაქტიკულად არ არსებობდა გაყოფილ მდგომარეობაში რას გულისხმობ მე ჩვენ მარჯვენა და მარცხენას ვატარებთ ახლა ხო ანუ სხვადასხვა ფორმა აქვს ორად იყოფა მარჯვენა და მარცხენა და იმ დროს გაყოფა არ იყო ერთი ფორმის ფეხსაცმელი იყო ორივე ფეხზე შეგეძლო ჩაგეცვა თურმე ფეხსაცმელი იკერებოდა ერთნაირად ორივე ფეხებისთვის მოდის ისტორიკოსები საუბრობენ ტექნოლოგიის პრიმიტიულობაზე მაგრამ ეს აბსურდია ხალხი რომლებმაც ააშენეს ისააკის ტაძარი მისი იდეალური გრანიტული კოლონებით წონით ტონა კალონა თვითონ ეს კოლონები ტონას იწონიდნენ და მათ როგორ არ შეეძლოთ შეეკერათ სხვადასხვა ფეხსაცმელი სინამდვილეში 1950 წლამდე ადამიანის სიარული იყო სხვაგვარი საყრდენი მოდიოდა არა ტერფის ნეკზე არა ტერფზე არ მოდიოდა საყრდენი როგორც ახლა არამედ თანაბრად ნაწილდებოდა სულ სხვაგვარი დატვირთვით ცენტრით რომელიც იყო ხარდაჭერის საყრდენი იმავე ზურგის კვანძით როდესაც ეს ორგანო იყო ამოჭრილი ან განიცადა ატროფირება ადამიანმა დაიწყო სიარული დროს ქანაობა ანუ ადამიანი რო დადიოდა ქანაობდა და 1851 წელს ფეხსაცმელის ქარხნები მასიურად უშვებდნენ სხვადასხვა ზომის ფეხსაცმელებს ცალკე მარჯვენა ცალკე მარცხენა იყო იძულებითი ნაბიჯები ახალი დეფექტური სხეულის ადაპტირებისათვის ანუ საჭირო იყო ადაპტაცია რომელსაც უკვე არ ქონდა კავშირი ცასთან ამ დროს ოფიციალური დოკუმენტებში გაჩნდა ტერმინი ობლების მატარებლების ამ დროს ოფიციალურად დოკუმენტებში გაჩნდა ტერმინი ობლების მატარებლები ხო ამაზე კიდე წინა ვიდეოში ტარტარიაზე რომა იმ ვიდეოში რომელიღაცაში მგონი ორი დევს ხო ერთი ტარტარიის ვიდეო არის ორად გაყოფილი და კიდევ ცალკე არ მახსოვს დევს თუ არა კიდევ მეორე ხო ცხოველებზე მიდენა მე ორად გავყავი ვიდეო ტარტარიაზე 1854 წლიდან ევროპის სხვილი ქალაქებიდან და აღმოსავლეთიდან სანაპიროებიდან ამერიკამ ამოუცნობი მიმართულებით დაიწყეს გამგზავრება 1000 ბავშვებისა მხოლოდ ამერიკაში ამ პროგრამის მიხედვით იყო გადაგზავნილი მიახლოებით 200,000 ბავშვი ოფიციალურად მათ ამგზავრებდნენ ფერმებზე ახალი ოჯახების მოსაძებნად მაგრამ თუ დავხედავთ ამ ფოტოებზე ბავშვებს ხო ფოტოები არის ინტერნეტში დენა ფოტოები ისინი გამოიყურებიან როგორც უფროსები უცნაურად
და მათ ზურგები აქვს სწორი. ანუ მათ თაობას აქონოს ადრე ადამიანს არ ქონდა სწორი ზურგი, რადგან შუაში როგორც გითხარით მხრებს შორის, ბეჭებს შორის უბრალოდ ბეჭებს შორის იყო წანაზარდი და ზურგი არ ჩანდა სწორი, არ იყო სწორი. და ამ ბავშვებს უკვე სწორი ზურგები ჰქონდათ. არსებობს ვერსია, რომ ეს ბავშვები იყვნენ ბავშვები ტარტარის ცივილიზაციის ბოლო ტალღისა, რომლებიც დაიბადნენ კატასტროფის შემდგომ და მათ აგროვებდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ის პროცედურა ჩაეტარებინათ კორექციასთან დაკავშირებით და აღეზარდათ ახალ სისტემაში, ახალი ფასეულობებით, სადაც წარსულზე არ საუბრობდნენ. ამ ბავშვებს არ ახსოვთ თავიანთი ბავშვობა, რადგან მათი მშობლები დაიღუპნენ იმ თიხის ქაოსში, რომელმაც დაფარა ქალაქები. სიუჟეტური ხაზი არქიტექტურიდან მივყავართ დამთხოვასთან. დააკვირდით ძველ ციხესიმაგრეებს ვარსკვლავის ფორმისა, რომლებიც მიმოფანტული არიან მთელი სამყაროს მასშტაბით. პეტროპავლოვსკის ციხესიმაგრიდან დაწყებული პეტერბურგში, ჯეფერსონის ფორტამდე ამერიკაში. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს არის თავდაცვის ნაგებობები, მაგრამ ბასტიონები ამ ვარსკვლავური ციხესიმაგრეებისა მიმართულია ყველა მხარეს. ხშირად მათ არ აქვთ კანაოები ან კედლები, რომლებსაც შეუძლიათ რეალური ჯარის შეჩერება. ციხესიმაგრეებიდან გაქრა შპილები და არა მარტო ციხესიმაგრეები და დღეს რომ ბათუმში მაქვს ნახე პროტესტანტურ ეკლესიას უძახით ტაძრები, რომელიც დღეს გამოიყენება მართლმადიდებელი წვენისთვის, არა აშენებული მოგვიანებით არა, რომელიც ჩვენ დრომდე მოვიდა, უკვე აშენებული ტაძრები, მრგვალი გუმბათებით, მაგალითად ტაძარი ფოჩში. ტაძარი ეს დიდი ხნის აშენებული შენობაა. ამდაგვარი ტაძრები ამათ ყველას გააჩნდათ შპილები, ის მოგვიანებით დაამონტაჟეს შემდეგ ჯვრებით. სინამდვილეში ადრე იყო შპილები და ამ ტაძრების იატაკის ქვეშ სარდაფებში იყო განლაგებული ყველგან ფიალები წყლის სავსე ან ვეცხლის წყლის სავსე. ხო, ეს წინა ვიდეოში ამათ მოყოლილი მაქვს, მაგრამ მაინც და ეს სარდაფები ყველა დაფარეს ციხით, რომ ეფეთთან კავშირი არ ქონოდა ადამიანებს. იქ ისეთი კონსტრუქციებია და პეტერბურგის ზამთრის სასახლის რემონტის დროს იქ რაღაც ნახატები არა, გამოსახულებები, სკულპტურები, მათი მოხსნა უნდათ, არ მახსოვს ოღონდ ზუსტად რა დრო იყო, რომელი წელი და მუშა დაიწვა. და ეს ყველაფერი შპილები და ესენი ყველაფერი გაკეთ და ელექტროდენი, რომელიც გადის კედლებში, ეს შპილები, ეს ნახატები, ეს სკულპტურები, ესენი ყველა არის სპეციალურად გაკეთებული. მათში გადის დენი, ატმოსფერული დენი და სანამ დენი გადის კედლებში, წყალი არ ამოდის ზევით და ნესტი არ აყვება კედლებს. როგორც კი მოხსნას ეს დასაცავი, დანესტიან და თურმე კედლები. მგონი პეტერბურგში თუ არ ვცდები. ხო? და ეს ტაძრები, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, ყველა არის იმ ტარტარის ტექნოლოგიის ნარჩენი. ჩასოვნები მაგალითად. ეს ძველი, იმიტომ რატომ ახსენებ ფოთის საათი, თეთრი შენობაზე საათი კიდია. იგიც იმის ნარჩენია ტარტარის. მათ არია რუკაზე ვერ ნახემ საქართველო. ტარტარის, მაგრამ გავლენა მაინც ჰქონდა. ერთიანი ენერგია როდესაც არსებობდა. ხო. ეს იყო ეს ციხესიმაგრეებიდან გაქრა შპილებიო, ეს შპილები იყო ასრულებდა რეზონატორის როლს,
რომლებიც გადასცემდა ენერგიებს იმ ორგანოებზე, რომლებიც იყო განლაგებული ბეჭების შორის მეშვიდე კისრის მალაზე. ამ რეზონატორების გარეშე ხალხი სუსტდებოდა, ორგანოს ამოჭრა გახდა ფინალური წერტილი, რომლის შემდეგ მოხდა კაცობრიობის ენერგეტიკული თავისუფლების გაქრობა. აქ არ ვიცი აქ წერია თუ რა გაწერია და ისე ის წითელი თიხა საიდან გაჩნდა, იცით? გონი წინა ვიდეოში მაქვს იქ რომელიღაც ვიდეოში თქვენზე ნათქვამი ტარტარიაზე. ეს თიხები, ესე იგი, ეკიდა სპეციალური ხელსაწყოები, რომელიც იზიდავდა ენერგიას, აგროვებდა. და როდესაც ააფეთქეს ეს ყუთები, რომელიც აგროვებდა ენერგიას, ატმოსფერულ ენერგიას, ეს მოხდა ხა ატმოსფეროში ეს კრემნის შეიცავდა, კრემნის ის ყუთები შეიცავდა კრემნის და ეს კრემნის ნაწილაკები მოხდა ატმოსფეროში და წყალთან და მტვერთან ერთად თიხის სახით დაილექა. ხო რომ იყოს გასაგები. და ვატიკანის არქივებში, რომლებიც იყო მიძღვნილი აზიაში, მისიაზე, არის წერილი მონარქი იეზუიტისა 1959 წლით დათარიღებული. ის აღწერს ტარტარიის ბოლო დღეებს ტიბეტის თეში. მონარქი წერს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ფლობენ ფრინველების სიმსუბუქეს და შეუძლიათ ხრტებზე ისე ასვლა, რომ ძლივს ეხებიან ხრტეს ფეხებით. ეს ამას უწოდებს ეშმაკის დაუფლებას, ანუ მონარქმა დაწერა, რომ ესენი ალბათო ეშმაკს დაიუფლენო, რადგან ამის გაკეთება შეუძლიათო, მაგრამ არ ესმოდა იმკაც. 2 წლის შემდეგ ეს მონასტერი ტიბეტში იყო სრულიად განადგურებული. დამსჯელი ექსპედიციის შემდეგ მონარქის ჩანაწერები კი იყო გასაიდუმლოებული. და იცით რა, მე ამას როდესაც თარგმნიდი, გამახსენდა თხები. ალბათ ინტერნეტში არა, ეს უკვე საიდუმლო რომ თხები დაძვრებიან ხან ხეებზე, ხან კვდებზე. ალბათ მაგათაც აქვს სპეციალური ორგანო, რომ აძლევს ამ ხელას სიმსუბუქეს. ირბინონ იფრინონ კვდებზე, მაღალ ცოცვა საიდან აქონ აბა ეს უნარი. ალბათ მაგათ აქონ ეს ეფირული ორგანო შედარჩუნებული. ვატიკანმა ზუსტად იცოდა, რომ ხდებოდა გადაკეთება კაცობრიობისა და ზუსტად 1850 წელს კათოლიკური ეკლესიას შემოაქვს ახალი დოგმატები, რომლებიც კაცრად აფიქსირებენ სამყაროს მატერიალობას. სულიერი ცა ახლა გახდა მიუწვდომელი, თუმცა ადრე იყო ფიზიკური რეალობის ნაწილი. ნახეთ ძეგლები ძველ სასაფლაოებზე პარიზში და მოსკოვში 1950 წლამდე მათზე პრაქტიკულად არ არის დაბადების თარიღი, მხოლოდ სიკვდილის თარიღი. ანუ რას გულისხმობენ? 1850 წლამდე ადამიანი რომ მოკვდებოდა, იყო მხოლოდ სიკვდილის თარიღი. დაბადების თარიღი არ იყო, რადგან ძალიან დიდხანს ცხოვრობდნენ ეს ხალხი. შემდეგ უკვე, როდესაც შეიცვალა ყველაფერი, უკვე სასაფლაოებზე დაიწყენ დაბადების თარიღის და სიკვდილის თარიღის დაწერა. თუმცა ამ მომენტამდე დრო აფიქსირებდა იმ დროს ანდა
სიცოცხლეს ხო ხანძრიობა იყო იმდენად გრძელი, რომ დაბადების წელს ნიშნულობას არ ანიჭებდნენ. შემდეგ კი უცრად ჩნდება კაცრი აღრიცხვა, ამ დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოაქვთ პასპორტები, რეგისტრაციის სისტემა. ადამიანი უბრალოდ კი არ შეცვალეს ბიოლოგიურად, ის აიყვანეს კაც აღრიცხვაზე. ეს მოხდა უცებ იმის შემდეგ, როდესაც ხალხმა დაკარგა უნარი ერთმანეთის სმენისა დიდ მანძილზე. ხო, ხალხს დიდ მანძილზე ეცმუნდათ ერთმანეთი. კი, არსებობს თეორია, რომ ის ორგანო ხერხემალზე პასუხისმგებელი იყო ტელეპათიაზე. მის გარეშე კაცობრიობა გახდა გაყოფილი და მათ სამართავად დასჭირდათ გაზეთები, ტელეგრაფი და ოფიციალური დოკუმენტები. მოულოდნელი შეცვლა ამ ისტორიაში დაკავშირებულია ჩვეულებრივი არგუმენტთან, თუ თქვენ დაშლით სახლის კედელს, რომელიც აშენებულია 1850 წლამდე, თქვენ შეამჩნევთ, რომ აგური იქ უფრო გამძლეა ვიდრე თანამედროვე აგური და სხვა და მათ აქვთ დაღი გამოსახულებებით უცნაური სიმბოლოების, წრეების და ვარსკვლავების ან გადაკვეთილი ხაზების ფორმით. ძველი აგური ფლობს გამტარიანობას, ის თავში შეიცავს ნაწილებს რკინის, რომლებიც არიან განლაგებული საჭირო წესრიგში. ძველი ქალაქის კედლები იყო არა მხოლოდ უბრალოდ კედლები, ისინი იყვნენ მოპირკეთებულები გიგანტური იყვნენ გიგანტური კონდენსატორები, ანუ კონდენსაციას თქნიდნენ. ხალხი ცხოვრობდა ენერგეტიკული ველში, როდესაც 1950 წელს ქალაქებში ჩაიარა თიხის იმპულსმა, სისტემა იყო გამოყვანილი წყობიდან, ენერგია ვერ შედიოდა ხალხის სხეულებში, ანუ ეფირი ვერ შედიოდა და მათი შიდა ორგანოებმა დაიწყეს გაჩიშვა. იმისთვის, რომ გადაერჩინათ სახეობა ადამიანები, იყო მასიური მოდერნიზაცია სხეულებისა. ხდებოდა ზედმეტის ორგანოების ამოჭრა, რაც ენერგეტიკული კვების გარეშე გახდა სიმსივნეთ. ანუ როდესაც ხალხი გაჩიშეს ეფირს, ეს ორგანოები იწვევდა მათში ძალიან ბევრ პრობლემებს, ტკივილიდან დაწყებული, სიმსივნით დამთავრებული, რადგან ატროფირდებოდნენ. ისკერა ზოგი ხვდებოდა ამის გამო. ძველ გრავიურებზე, სადაც გამოხატულია პეტრე პირველი სანქტ-პეტერბურგში, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ხალხი ატარებდა უცნაურ საყელოებს. მაღალი მაგარი, რომელიც ფარავდა კისერს კეფამდე, მათ უწოდებდნენ ჟაბოს. ხო, მახსოვს, მე ჩვენ რო სწავლობდით იმ პერიოდის მხატვრულ ლიტერატურას სკოლაში, მე მახსოვს, რომ მასეთი ბევრი ფოტოები ხომ იყო დახატული მაგ დროინდელი მწერლებისა და გმირებისა, ხო ხატავდნენ, ეს ჟაბოები ძალიან კარგად მახსოვს. მაგრამ ეს მოდა მეგონა. ოფიციალურად ეს არის მოდა, მაგრამ მასეთი ტანსაცმელი იდეალურად მალავდა შრამს ოპერაციის შემდეგ. არ იცავდა იმ გრძნობიარე კვანძს გარემოქმედებისაგან. 1850 წლის შემდეგ მოდა ჟაბო ქრება.
საყელოები დავდება და კისერი არის ღია. თითქოს მეტი არაფრის დაფარვა არ არის საჭირო. ორგანო გაქრა, ყველას გაუქრა, იმ დროის შემდგომ მედიცინაში ჩნდება გაგება, ნევრასთენია და ქრონიკული დაღლილობა. ხალხმა დაიწყო იმ ავადმყოფობით ავადმყოფობა, რომლებსაც ადრე არ იცოდნენ. 1853 წლიდან იწყება ყირიმის ომი, 1853 წელს ხო იწყება ყირიმის ომი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კონფლიქტი ტერიტორიის გამო, მაგრამ მასში რატომ მონაწილეობდნენ ყველა სოფლიო ლიდერები მაგ დროისა: ინგლისი, საფრანგეთი, ოსმალეთი, იმპერია, რუსეთი და საბრძოლო მოქმედებები ყველაზე მნიშვნელოვანი რატომ მიდიოდა ყირიმში. ყირიმში არის ანტიკური ნაგებობების გროვა და მიწისქვეშა გიგანტური ნაგებობებისა ტარტარიისა. არსებობს ვერსია, რომ ომის მიზანი იყო დაეპყრო ან გაენადგურებინა ბოლო ცენტრალური კავშირი ამ კავშირისა ეფირთან, რომელიც იყო განლაგებული სევასტოპოლში. ახლა უკრაინას ეკუთვნის სევასტოპოლი. ზუსტად სევასტოპოლის დაცემის შემდეგ ადამიანის სტანდარტთან მოყვანის პროცესში იყო დასრულებული მთელი მსოფლიო მასშტაბით. არა, მე მგონია სევასტოპოლი ყირიმად დაიბრუნა, არ მახსოვს ზუსტად, ვერ გაეტყვით. მაგრამ სევასტოპოლი ადრე საბჭოთა კავშირი რომ იყო, უკრაინას ეკუთვნოდა. ამ მომენტიდან ახალი ისტორია იყო დაწერილი ნულიდან, მაგრამ არის ერთი დეტალი, რომელიც მტრებმა ვერ გაითვალისწინეს. გენეტიკური მეხსიერება არ ქრება ერთან ორ შთამომავლობის შემდეგ. 1860-იან წლებში ფსიქიატრული საავადმყოფოებში მთელი ევროპის მასშტაბით იყო დაფიქსირებული უცნაური აშლილობის ტალღა. პაციენტები ამტკიცებდნენ, რომ გრძნობენ ქავილს არ არსებულ ფრთების ადგილზე, ანუ იქ, სადაც ამოუჭრეს ორგანო ბეჭებს შორის კისრის მეშვიდე მალას ადგილზე, გრძნობენ არ არსებულ ფრთებს, ანუ რაღაცა ეფირულ სისუბუქეს და ცდილობდნენ გადმოხტარიყვნენ ფანჯრებიდან, ანუ მათ ეგონათ, რომ ძველებურად გაფრინდებოდნენ. ისინი მათ არ ქონდათ ფიზიკური ფრთები ადრე, მაგრამ დაფრინავდნენ სუბუქად, ფრინველები დაფრინავდნენ. სიმახლიდან უდოდათ გადმოხტომა, მათ სჯეროდათ, რომ გაფრინდებოდნენ. მათ კურნავდნენ ყინულოვანი აბანოებით და დენით. ცდილობდნენ წაეშალათ ძველი ინსტრუმენტის კვალი. დღესაც კი, როდესაც ჩვენ გვძინავს, ჩვენ ხშირად გვესიძლება, რომ ჩვენ დავფრინავთ. 1850 წლის თვის უეცრად შეიცვალა სანაპიროს ხაზები. თუ შევადარებთ მერკატორის რუკას და თანამედროვე ფოტოებს, შეიძლება ვნახოთ ჩრდილო რუსეთის, მოიცადეთ გადაწყვეტილი ახლა ვერ მივხვდი. რუსეთის ჩრდილო ტერიტორიები იქ, სადაც იყო ტარტარია დაფარული წყლით, ან გადაიქცნენ ჭაობებად. ეს მოხდა არა მილიონი წლების წინ, არამედ ბუკვალურად 1 ან 10 წლეულის განმავლობაში. კატასტროფის მასშტაბი იყო ისეთი, რომ მან შეცვალა არა მხოლოდ პლანეტის ფიზიკა, არამედ ადამიანის ფიზიოლოგია.
მე მიდედა მაქსიმენკოვის, ვიაჩესლავ მაქსიმენკოვის თუ ვიქტორი ვიდეო რუსეთის წარღვნაზე. ჩვენ გადაჩენილები ამ კატასტროფაში და მაგდაგვარში ჩვენი ჭეშმარიტი ბუნების ხარჯზე და ახლა ყველაზე უცნაური ყველა სამედიცინო საგნებში ანატომიაში დღემდე არის თავი რუდიმენტალური ორგანოებზე. დიახ, ერთ-ერთი ბრანაწლავი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუდიმენტალურ ორგანოებს რომის ორგანოები რომლებსაც მიაკუთვნებენ რუდიმენტალურ ორგანოებს არის ნარჩენები ევოლუციისა, მაგრამ რა იქნება თუ ეს არ არის ძინარე ნაწილი სისტემისა, რომელიც ჩვენ უბრალოდ გაგვეთიშეს და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა ჩამარხულია ერთ პატარა ძვალში, რომლის ნახვა შეუძლია ყოველ ჩვენთაგანს კისერზე. ის რაც მოხდა მე-19 საუკუნის შუაში არ იყო ლოკალური მოვლენა, ეს იყო სისტემური გადატვირთვა მთელი მიწერი ბურთისა, რომელიც შეეხო არა მხოლოდ მთავრობის რომლებიც არა მხოლოდ შეეხო მთავრობებს, არამედ თვით კაცობრიობის სახის ბიოლოგიასაც. თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ მსოფლიო გამოფენის არქიტექტურას, რომლებიც იხსენებენ 1850 წლის შემდეგ, ჩვენ ნახავთ რაღაც საშინელებას. 1893 წელს ჩიკაგოში აშენებენ თერთ ქალაქს გამოფენისთვის. აშენებენ თერთ შენობას, გიგანტურ შენობას, კოლონებით და გუმბათებით და ძეგლებით, რომლებიც გამოიყურება ისე, თითქოს მათ აშენებდნენ უდიდესი ოსტატები ანტიკური ხანისა. ნახეთ წინა ვიდეო. იგივე გააკეთეს სან-ლუისში და პარიზში. ეს იყო განადგურება ტარტარიის რეალური ქალაქებისა, რომლებსაც ასახებდნენ დროებით შენობებად. 1924 წელს სტალინის მიერ რეკონსტრუქციის დროს იყო დემონტაჟებული სუხორევის კოშკი. ოფიციალური მიზეზი ის ხელს უშლიდა ტრანსპორტის მოძრაობას, მაგრამ კოშკი იდგა ფართო მოედანზე და არავის უშლიდა ხელს. მაშ რატომ განადგურა ის კოშკი კაგანოვიჩის მეთვალყურეობის ქვეშ? მაშინდელმა მთავრობამ თითქოს კოშკის სიღრმეში სარდაფში ეძებდნენ იაკოვის ბრუსლის შავ წინგს, რომელიც იყო პეტერბურგის რომელიც იყო ხო ეს ბრუსი, იაკოვი ბრუსი ყოფილა პეტრე პირველის მომხრე და ამას დაუწერია ეს წიგნი და ამ წიგნს ეძებდნენ. ბრუსი იყო ძველი საგვარეულოდან და ლეგენდის მიხედვით ის ფლობდა ტარტარიაზე ცოდნებს. სუხორევის კოშკი იყო სიმაღლით 60 მეტროზე მეტი, არა მხოლოდ სანავიგაციოდ
აშენებული სანავიგაციოდ, არამედ მომენტი იყო ის, რომ ის იყო გიგანტური რეზონატორი. ანუ აგროვებდა ეფირულ ენერგიას თავის კედლებში. მის კედლებში იყო ჩამონტაჟებული სპილენძის რგოლები, რომლებიც ვიბრირებდნენ ჭექა-ქუხილის შემდგომ კოშკის დანგრევის შემდეგ მოსკოვის არქივიდან გაქრა ყველა ნახაზები მისი სარდაფის ოთახებისა. 1850 წლის შემდეგ რუსეთში ტარდება რევიზია. 1850 წლამდე და 1850 წლის შემდეგ ჯარისკაცები მე-20 საუკუნის დასაწყისში 180-190 სიმაღლისა იყვნენ. ისინი იყვნენ ნამდვილი გოლიათები. 1860 წლის შემდეგ საშუალო სიმაღლე მკვეთრად შემცირდა ამ ჯარისკაცებისა. ისინი გახდნენ 160-165 სანტიმეტრამდე სიმაღლეში. სად გაქრა გიგანტური ოფიცრები იმ დროს. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს იყო ცუდი კვების ბრალი და მოსკოვის და მოსავლის არქონის გამო შიმშილობდა ეს ხალხი თითქოს, მაგრამ ამავე დროს ხალხის რაციონში მთელი სოფლიოს მასშტაბით ძალდატანებით ინერგებოდა ორი პროდუქტი: შაქარი და კარტოფილი. რუსეთში კარტოფილის აჯანყებები იხჩობოდა. და ჯარებით გლეხები მასემწარეთ ჯარისკაცები და გლეხები მასემწარეთ რატომ უწევდნენ წინააღმდეგობას კარტოფილის დანერგვას. მათ იცოდნენ ის, რაც ჩვენ დაგვავიწყდა. კარტოფილი და შაქრის გადაჭარბებული მიღება ბლოკირებას უკეთებს გირჩისებურ ჯირყვალს და ხერხემალში განლაგებულ ნერვული დაბოლოებების მუშაობას აღჩევს. ახალი კვება იყო ბიოლოგიური პროგრამის ნაწილი გამოსახლების არა, ხო, ეს იყო ბიოლოგიური პროგრამის ნაწილი მოსახლეობის დაშვეშმინებასთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც იკვებებიან ხორბლისებური და თაფლით, იყო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. ადამიანები, რომლებიც იკვებებიან კარტოფილი და შაქრით, გებოდნენ ძინარე, კარგავდნენ ამ სიმსუბუქეს, რომელიც იყო საჭირო ეფირული ორგანოების სამუშაოდ. ჩინეთში ამ დროს 1850-დან 1864 წლამდე ხდება ტაიპინური აჯანყება. ეს იყო ყველაზე სისხლიანი ომი მე-19 საუკუნისა, რომელმაც წაიღო სიცოცხლე 20 მილიონამდე მეტი ადამიანისა. ოფიციალურად ეს იყო ბრძენი დინასტია ცინის წინააღმდეგ ჩატარებული ომი, მაგრამ ტაიპინები, რაც ნიშნავს ზეციური სიმშვიდეს, ანადგურებდნენ არა მხოლოდ ჩინოვნიკებს, ანგრევდნენ ძველ პაგოდებს. პაგოდები ეს არის ეს მოგვიანებით გახდა ესეც რელიგიური ნაგებობა, თორე პაგოდა ადრე ასევე აგროვებდა ეფირულ დენს ატმოსფეროდან და შემდეგ, როდესაც გადააკეთეს ყველაფერი, პაგოდა როგორც ჩვენთან ტაძრები გახდა მართლმადიდებელი ეკლესიის უკვე ინსტრუმენტი, ისე გახდა ეს პაგოდები ბუდისტური რწმენის ინსტრუმენტი. მოგვიანებით ხო და წვავდნენ ამ პაგოდებს, იმიტომ რომ იპაგოდის მეშვეობით გროვდებოდა ეფირული ენერგია. ჩინეთის პალდები, როგორც რუსული ეკლესიის გუმბათები, თავიდან არ ჰქონდათ საკულტო მნიშვნელობა მაგ ჩინურ პაგოდებს. ესენი იყო ტექნიკური ხელსაწყო
მიმღები ატმოსფერული ელექტროდენისა მათ კენწროებზე იდგა მეტალიკური შპილები ცარიელი ბურთებით, რომლის შიგნით იმყოფებოდა ვერცხლის წყალი ან სხვა ამალგები. ამ ობიექტების გამადგურებაში გაწმენდასთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას, ანუ ამასაც ანადგურებდნენ, ამ შპილებს ხსნიდნენ, წვავდნენ პაგოდებს, როგორც გითხარი. აუ ეს მე გასაყოფი მომიწევს გაყოფა ამის ორათა და არ ჩავეტევი. თუმცა უჩხარა წავიკითხე, მე მგონი კი, კარგით. რუსეთშიც ხდებოდა იგივე, ეს იყო მსოფლიო ომი ტატარიის ტექნოლოგიური მემკვიდრეობის წინააღმდეგ და ამ ომში კაცობრიობამ წააგო არა მხოლოდ თავისი ქალაქები, არამედ თავისი ფიზიოლოგია. მოულოდნელი ფაქტი არის წასული არქივებში ქუჩის გათხრებისას 1840 წლამდე მსოფლიოს ბევრ ქალაქებში პარიზიდან დაწყებული პეტერბურგამდე დამთავრებული არსებობდა ეგრეთ წოდებული უპილოტო განათება, მაგრამ დროის გაზეთებში აღწერენ ფარანებს, რომლებიც ანათებდა ნათელი თეთრი შუქით, მაგრამ მათ შიგნით არ იყო არც აირი, არც ზეთი, არც ფიტილი, მათ უწოდებდნენ დუგავე ლამპი, ანუ დუგის ნათურებს. მაგრამ მუშაობდნენ სადენების გარეშე, მათი მოქმედების პრინციპი იყო უბრალო, ისინი რეზონირებდნენ დედამიწის ერთეულ ველთან, მაგრამ 19 საუკუნის შუაში ეს ფარანები ერთდროულად იცვლება, აირიან ფარანებზე გადააქვენ, აირიან ფარანებს აყენებენ, შემდეგ კი პრინციპული ელექტროდენზე გადადიან, ეს როდესაც ედისონის ნათურები გაჩნდა, ვითომ რისთვის უნდა გატეხოს სისტემა, რომელიც მუშაობს უფასოდ. პასუხი უბრალოა, უფასო ენერგია ადამიანის ხდის თავისუფალს. მენდელეევი თავის პირველ ვერსიაში, მენდელეევის ტაბულისა ქიმიური ელემენტებისა თავში დააყენა ეფირი ნულოვან ადგილზე და თვლიდა ეფირს ყველაფრის ცოცხლის მთავარ ელემენტად, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ტაბულა გადააკეთეს და ეფირი გაქრა. ეს იყო ფინალური განწმენდა ადამიანის ტვინებში. თუ არ არის ეფირი, მას ორგანოები ადამიანის სხეულში, რომლებიც იყო საჭირო მასთან, რომელიც ამყარებდა კონტაქტს ეფირთან ურთიერთობისთვის, ცხადდებოდა галлюცინაციებად ამ ტკნეული წანაზარდებად, ანუ ანომალიად. საავადმყოფოები გავსებული იყო ხალხით, რომლებსაც ჰქონდათ ჩივილები ტკივილებზე, ხალხი გრძნობდა შიგნით, როგორც წყდებოდა კავშირი სამყაროსთან, რომელსაც ისინი იცნობდნენ, მათ ვინც თვლიებებს უწევდა წინააღმდეგობას, ცხადდებოდნენ გიჟებად. ზუსტად მაშინ 19 საუკუნის შუიდან ფსიქიატრია ხდება ძლიერი ინსტრუმენტი ხალხის ჩახშობისთვის. კიდევ ერთი უცნაური დეტალი, რკინიგზის გზების რუკები. თუ თქვენ შეხედათ პირველი რკინიგზის გზების სქემას რუსეთისა ან ამერიკისა, ნახავთ, რომ ისინი ხშირად ამ გზებს აშენებდნენ ისე, რომ არჩენდნენ უკაცრეს ადგილებს და აერთიანებდნენ ცარიელი წერტილებს რუკაზე. ისტორიკოსები ამბობდნენ, რომ ეს კეთდებოდა მომავალი პერსპექტივისთვის. სინამდვილეში კი რკინის გზები შენდებოდა იმ ადგილებზე, სადაც შეიძლებოდა არხების ტარტარიის არხებთან დაკავშირება. ეს იყო ენერგია,
და სატრანსპორტო სისტემის ნაწილი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო სისტემის ნაწილი ძველი მატარებლები არ სჭირდებოდათ, ამ ძველ მატარებლებს ნახშირი არ სჭირდებოდათ, ისინი იყენებდნენ ამ ხაზების მაგნიტურ ველს, ანუ უფასო ენერგიას და 1850 წლებში ტექნოლოგიები მკვეთრად შეიცვალა. ორთქლმავლები ნახშირებმომუშავე ხდება სტანდარტი, ესე იგი აგროვებენ ნახშირის მარაგს ყველგან მთელი სოფლიოს მასშტაბით, იგროვებენ მარაგს, აკეთებენ მარაგს ნახშირის და ეს ნახშირი მოიპოვება ზუსტად ამ დროს. კაცობრიობა გადაყავთ რესურსების ამოწვაზე და აიძულებენ მას ბუკვალურად გამოჭამოს პლანეტას მისი ნიადაგი, მისი რესურსები, იმის მაგივრად რომ გამოიყენონ სივრცის ენერგია. 1954 წელს ლონდონში ქოლერის დაავადება იწყება. ექიმი ჯონ სნოუ აკეთებს ისტორიულ აღმოჩენას და ამტკიცებს, რომ ქოლერა ვრცელდება წყლით. ეს გახდა ოფიციალური მიზეზი ქალაქური სისტემის სრულიად გადაკეთებისა მთელი სოფლიოს მასშტაბით ჩუგუნის მილებზე, მაგრამ იყო ერთი უცნაურობა. ძველი მილები ხშირად იყვნენ მშრალი და არ ჰქონდათ წყლის კვალი. სუფევდა აზრი, რომ ეს იყო კანალიზაცია კი არა, არამედ აკუსტიკური ტალღების გამანაწილებელი. ყველაზე დიდი ცვლილება დაკავშირებულია ანატომიის საგნებთან, რომლებიც იყო დაბეჭდილი 1852 წელს. თუ შედარებთ მათ 1940-იან წლების ატლასებთან, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ნერვული სისტემის ამონაწერიდან გაქრა დაწერილი ტექსტი სიმპათიური ნერვული სისტემის კავშირზე ატმოსფეროსთან. გაქრა აღწერა ნერვული წყვილის 13 წყვილის სისტემაზე, რომელიც ძველი ტექსტების თანახმად გამოდიოდა ზუსტად მე-7 კისრის მალამოდან. ამ ნერვს უწოდებდნენ ეფირულ გამტარებელს. 1850 წელს ევროპის და რუსეთის მსხვილ ქალაქებში იყო გაგზავნილი საიდუმლო სამედიცინო ინსტრუქციები. ამ ინსტრუქციებში იყო მითითებული, რომ ყველა ახალშობილებს ჩაუტარდეს პროცედურები კეფის ამობურცული ადგილის მოწვასთან დაკავშირებით, ანუ უნდა მოეწვათ ის ადგილი კისრის მე-7 მალამოზე, უნდა მოეწვათ ოფიციალურად. ეს კეთდებოდა იმ მიზეზით, რომ პროფილაქტიკა ტარდებოდა მშობიარობის შემდგომი ლიხარატკისა. სინამდვილეში კი ეს იყო ოპერაცია არხის დაბლოკისა, რომლის მეშვეობით ადამიანები ღებულობდნენ კვებას ტარტარიის გუმბათისაგან. ამ არხის გარეშე ორგანო ბეჭდებს შორის იწყებდა ატროფირებას და გადაიქცეოდა იმ ხრტილის კვანძში, რომელიც მოგვიანებით ქირურგები ჭრიან და ამას მიიჩნევენ როგორც პათოლოგიას. დააკვირდით ისააკის ტაძრის წყობას. მისი გუმბათი იწონის 2000 ტონაზე მეტს და მას იცავენ 2 კოლონა. ოფიციალურად მას აშენებდნენ 40 წელი, მაგრამ არის ერთი დეტალი, რომელზეც დუმარიან. ტაძრის გუმბათის ქვეშ განლაგებულია გიგანტური სპილენძის ფიალა, გავსებული ვერცხლის წყლით. 1850 წელს ეს ფიალა დემონტირებული იყო
და გაიტანეს კონვის ქვეშ ვერცხლის წყალი. ტარტარიაში იყო მთავარი ელემენტი ანტიგრავიტაციის შესაქმნელად და ენერგიის შესაქმნელად. გუმბათები არ იყო რელიგიური ობიექტები, არამედ მიმღები გადამცემი სადგურისა. როდესაც ვერცხლის წყალი მოაცილეს ტაძრებს, გადაიქცა ცარიელი ქვის კოლონებად. ადამიანები, რომლებიც მიეჩვიეს ფრენას ან და შეეჩვიენ ორგანიზმის სიმსუბუქეს, ამ შენობების შიგ უეცრად შეიგრძნეს თავის თავზე გრავიტაციის სიმძიმე, მათი სხეულები გახდა მათთვის ციხედ, ეს გავდა შოკს, რომელიც შეიძლება შეადარო უცაბად მხედველობის დაკარგვას. ამ დროის ლონდონში შენდება ცნობილი ბიგ ბენდი, ოფიციალურად უბრალოდ დროა, მაგრამ მისი კოშკი იყო მოპირკეთებული სპეციალური ქვით, კვარცის მაღალი შემადგენლობით. შპილი კი წარმოადგენდა რთულ ანტენებს, რუსულს მეთქი შპილები წარმოადგენენ რთულ ანტენებს. 1850-იან წელსში მასეთი კოშკები რეზონატორების შენდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთდროულად ეს იყო ახალი ქსელი, რომელიც მუშაობდა სხვადასხვა სიხშირეებზე. ის არ იძლეოდა ენერგიას, პირიქით აღჩობდა და რჩებოდა დარჩენილი, აღჩობდა ეს ახალი შპილები აღჩობდა დარჩენილ აქტივობას ადამიანური ტვინისა. თუ ტარტარიის სიცხში იყო, თუ ტარტარიის სიხშირე, მაპატიეთ, სისხლი კი არა, თუ ტარტარიის სიხშირე იყო აღორძინებადი, ახალი სიხშირე იყო ძიმე, დაიწვევდა ღელვის შეგრძნებას. იმ დროს შემოვიდა მოდაში ძიმე მუხის ავეჯი, ფსკელი ფარდები და ჩაკეტილი სივრცეები. ადამიანებს ერჩევნათ ცხოვრება ფუტლარში, რომელიც იყო დაცული გარე მოქმედებისაგან, რადგან თვითონ გარეველი გახდა მტრული. ისტორიები ჩამარხული სართულეებით, ისტორიკოსები ჩამარხული სართულეებით ქვეშ პოულობენ თავის ახსნას ზუსტად აქ წითელი თიხა, რომელიც ჩამოცვივდა ატმოსფეროდან 1850 წელს, არ იყო უბრალოდ ტალახი, ეს იყო კრემნიის ნალექი. ხო, მე რო გითხარით, როგორც შედეგი აფეთქებებისა, ამ კოლოფებისა, დანგრევისა, ეს ხო, ეს იყო ნანგრევის დაშლის გამო ეფირული კოლოფებისა, სადგურებისა. ეს თიხა იქიდან გამომდინარე, კრემი წავიდა ატმოსფეროში, როგორც მე თქვენ გითხარით, და თიხის სახით, ძველი თიხის სახით და კიდე რაღაც ნარევების სტორის სახით დაეცა. როდესაც ეფირული სადგურებს აფეთქებდნენ, მათი კრემნიის მაგროვებლები იქცეოდნენ მტრად და ილექებოდნენ ქალაქებზე. ამ მტვერს ჰქონდა ერთი თვისება, ის ბლოკირებას უკეთებდა ეფირულ ტალღების გატარებას. როდესაც დაიფარა პირველი სართულები, ახალმა ხელისუფლებამ ბუკვალურად დაამიწა ცივილიზაცია. ფანჯრები მიწაში არ არის ტექნიკური კატასტროფის ძეგლები. ხალხი მეორე სართულზე აგრძელებდა ცხოვრებას, მაგრამ მათი კავშირი ცასთან იყო შეწყვეტილი კრემნიის მტვერის ფენით და ამავე წუთში ის ფრთები, რომლებიც ჰქონდათ ზურგის უკან, გახდა უვარგისი. ჯერ ხო, ვერ გამოიყენებდნენ, ისინი იქცნენ ტვირთად და მედიცინამ შესთავაზა მოეჭრათ ეს ფრთები
მათივე კეთილდღეობისთვის. მოულოდნელი ფაქტი 1951 წელს მოხდა ამერიკაში ეს კანონი ხაერის უფლებაზე თითქოს აბსურდული იურიდიული დეტალი, მაგრამ ეს კანონი უძალავს ფიზიკურ პირებს დაეყენებინათ ნებისმიერი მეტალური კონსტრუქციების საჭირო დონეზე მაღლა. ეს იყო გაკეთებული იმისთვის, რომ ვერავის შეძლოდა დამოუკიდებლად დაეგროვებინა ატმოსფერული დენი. ტარტარია იყო ინდივიდუალური თავისუფლების ქვეყანა, სადაც ყოველ სახლში იყო ავტონომიური ახალი სამყარო და რომელიც გახდა ცენტრალიზაციის სამყაროდ. ისინი, რომლებიც ცდილობდნენ აღედგინათ ხელსაწყოები, მათ აცხადებდნენ გიჟებად ან მტრებად. ობლების ისტორია 1950-იან წლებში არის ყველაზე ტრაგიკული გვერდი ტარტარიის განწმენდისა. ეს ბავშვები არ იყვნენ უსაკაროები ჩვეულებრივ გაგებაში. ისინი იყვნენ ტარტარიის ცნობილი საგვარეულოს მემკვიდრეები, რომლების მშობლები იყვნენ განადგურებულები ან გადასახლებულები. ბავშვებს აგროვებდნენ სპეციალურ ცენტრებში, მხოლოდ სახელებს კი არ უცლიდნენ, არამედ იქ უტარებდნენ ხერხემლის კორექციას. არქივებში არის ჩანაწერი იმისა, რომ ბავშვები ამ თავშესაფარში ხშირად იტანჯებოდნენ ძვლების დაავადებით. როდესაც ძვლები უფრო ჩქარა ვითარდებოდა, ვიდრე ნერვული სისტემა, შეიძლება და ადაპტაცია უჭირდათ. ეს იყო ეფექტი მოჭრილი ფრთებისა. ორგანიზმი ინერციით ცდილობდა ტარტარული ორგანოები გაიზარდა, მაგრამ მეექვსე კისრის დონეზე ბლოკირება არ აძლევდა საშუალებას მათ განევითარებინათ ეს ორგანოები და იწვევდა საშინელ დეფორმაციებს. ამ ბავშვებს უწოდებდნენ მახინჯებს და აიძულებდნენ გამოსულიყვნენ ცირკში იმისთვის, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს შიში ქონოდათ ძველი ანატომიის მიმართ. დააკვირდით ოფიცრების ფორმას მე-19 შუა საუკუნეში უზარმაზარი ეპალეტები მხრებზე. ეპალეტები რისთვის სჭირდებათ? ისინი ისტორიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ეს ეპალეტები დაცვა ხმრის დარტყმისაგან, მაგრამ მაგ დროს ეპალეტები კეთდებოდა ოქროს და სპილენძის ძაფებისაგან და ჰქონდათ მასიური პლასტინების ფორმა. სინამდვილეში ეს ეპალეტები იყო გარე რეზონატორები. ამ არმიის ოფიცრებს უნდა შენარჩუნებინათ ჭკუის გამჭრიახობა და ფიზიკური ძალა ძიმე ეფირის პირობებში. ეპალეტები ქმნიდნენ გარშემო, ამ ოფიცრის გარშემო, თავის გარშემო ლოკალურ ველს, რომელიც იმიტაციას უკეთებდა ძველ სამყაროს. უბრალო ჯარისკაცი იყო ჩამორთმეული ამ დაცვას და ხდებოდა დამჯერი ავტომატიურად. 1850 წელს მთელ მსოფლიოში დაიწყო მშენებლობა ბუმი. თუ ქალაქები დაფარა თიხამ, ლოგიკური იქნება ისინი დაემიწათ, გაიწმინდათ, მაგრამ ამის მაგივრად მათზე დაიწყეს მიშენება. ომსკში ძველი შენობების ქვეშ 5 მეტროს სიღრმეში პოულობენ იდეალური აგურის სვეტებს და ქვაფენილებს და არავინ აპირებდა გამოთხრას. ტარტარია იყო ჩამარხული ცოცხლად და რომ არავის დაესვა კითხვები 1955 წელს მთელ ევროპაში შემოაქვთ ერთიანი სასკოლო განათლება. პროგრამიდან იღებენ რეალურ
გეომეტრიას და ძველ ისტორიას და ანაცვლებენ ფიზიკით ძველი კოჩნიკებით პროგრესიულ დასავლეთს. ტარტარიის ისტორია იყო წაშლილი ერთ ათწლეულში. ზუსტ 1850 წელს მედიცინაში ჩნდება ტერმინი ვირუსი. ესე იგი, პირველად ტერმინი ვირუსი გაჩნდა 1850 წელს. აქამდე ავადმყოფობას ხსნიდნენ როგორც ენერგეტიკული ბალანსის დარღვევას. სიტყვა ვირუსი ლათინურად ნიშნავს შხამს და შხამი იყო ის, არსებობს ვერსია, რომ ატმოსფეროდან წითელ თიხასთან ერთად იყო გაფანტული ბიოლოგიური აგენტები, რომლებიც იწვევდნენ სპეციფიკურ ანთებას, ზუსტად მეშვიდე კისრის მალის რაიონში. ეს იყო ბიოლოგიური ომი პლანეტარული მასშტაბით. ადამიანები გრძნობდნენ სისუსტეს, აპატიას და არ ჰქონდათ სურვილი წინააღმობა დაეწიათ. მათ, ვინც გაიარეს გაწმენდა ოფიციალური ექიმებთან გამოჯანმრთებდნენ, მაგრამ ხდებიან სხვა გვარები. ისინი კარგავდნენ კავშირს თავის წინაპრებთან და თავის მიწასთან. მასზე იყო დაპყრობილი ტარტარია. 1850 წელს კლიმატური კატაკლიზმის დროს მთები ლუკომორიასი ჩავიდა წყალში. მიწიერი ქერქის მძაფრი გადაადგილების გამო მიწის მაგნიტურმა ველმა მოახდინა ნახტომი. ზუსტად ამან გამოიწვია ეფირული ქსელის კოლაფსი. ტარტარია იყო მიბმული პლანეტარულ ველთან, როდესაც პოლუსები გადააგდო კატაკლიზმამ და მათი ტექნოლოგიები დაიწვა, ხელსაწყოები აფეთქდა, გუმბათები გაიჩიშა, ხალხმა კი მიიღო მძიმე ენერგეტიკული დამტვრობა, რამაც მიიყვანა ისინი ფრთების ამპუტაციამდე, ანუ იმ ნაზარდის ამპუტაციამდე. მაგ ნაზარდს ფრთეს კიდევ შეგახსენებთ, მაგ ნაზარდს უწოდებდნენ ფრთებს, რადგან ეფირული ენერგია ასხამდა. იმავე ჩესკის მკვლევარის დღიურში არის შენახული ტექსტი. 1870 წლებში მან ნახა გამოქვაბულში ბაიკალის სანაპიროზე ხალხის ნარჩენები ჩონჩხი, რომლებიც იყო სიმაღლით 2 მეტრი და შემეტი, მაგრამ უცნაური ეს არ იყო. ამ ჩონჩხებს ბეჭდების შორის, ბეჭდების შუა რაიონში ჰქონდათ ნაპოვნი დამატებითი ძვლის ნაზადები, რომლებიც არ ეკუთვნის არც ერთ ცნობილ რასას. ეს ჩონჩხები იყვნენ წამოღებული ტარტარიის ეს ჩონჩხები იყვნენ წარმომადგენლები ტარტარიის ცივილიზაციისა, რომლებაც ვარ ითქვეს კორექციაზე და წავიდნენ გამოქვაბულებში, სადაც მაგნიტური გამრუდება იყო მინიმალური, მაგრამ ვერ შეძლეს გადარჩენა სამყაროში ეფირის გარეშე. ჩვენ, რომლებიც დავთანხმდით გავხდარიყავით სიმაღლით უფრო პატარები და სუსტები, იმისთვის რომ გადარჩენილიყავით, მივყავართ იმ გაგებამდე, რომ ტარტარია არ იყო სახელმწიფო, არამედ იყო ბიოლოგიური ერთიანობა. ქიმტრესები, ახლა რომ ქიმტრესები ხდება, არის იმ პოლიტიკოს გაგრძელება. ეს არ იძლევა საშუალებას გამოაღვიდოს ნაგვის დნმ. ანუ ადამიანს გააჩნია ვერტიკალური დნმ, რომელსაც მეცნიერები უძახიან ნაგვის დნმ.
აი ამ დენების გამოღვიძებას უშლის ხელმწიფეები, მაგრამ ეფირი ის თიხა, კარგად ზალას ჩამარხული თიხა და ეფირი აქტიურდება. ბევრ ადგილზე ძალიან აქტიურდება. იმედია თქვენ ეს მოგეწონათ. შემდეგი კიდევ მაქვს 1-2-3 თემა მომზადებული ტარტარიაზე. მადლობთ ყურადღებისთვის. დროებით